რაც ვნახე და მოვიცვინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს. დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა. გადავწყვეტე ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის 24 საათია განუწყვეტლივ ვფიქრობ. ამ თემაზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, მაგრამ იმაჩნია, რომ ვალდებული ვარ, სხვასაც მივცე ამ თემაზე დაფიქრების საშუალება. ამისთვის კი მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე. მხოლოდ ფაქტი. აქ ერთი ორი უწმაწური სიტყვა რაც იყო და იმათ ბოდის გიხდით, მაგრამ ნუ მიხვდებით იქ სადაც არის არ დავთ. გუშინ 4 ნოემბერს კვირას დაახლოებით დილის 11 საათზე მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო 4 ნიშნა ნომრიდან. ავიღე, ქალბატონმა მითხრა ელაპარაკეთ შს მინისტრის თანამშრომელს. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა. ესა და ესა ვარ, გვარსახელი არ მახსოვს. პირველად გავიგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ზდილობიანად მაცნობა დღეს საღამოს 9 საათზე მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორებს მოსვლა და ხომ შეძლებდო. დავეთანხმე გავთიშე ტელეფონები. დაურეკე ჩემს უთხარი მოსულიყო 20 საათსა და 15 წუთზე ვიფიქრე. მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალათ ხელი. თუმცა უპრობლემოდ მივედი და დაახლოებით 9 საათი შსს შენობის პირდა გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რომ მოვიდე შევედი შენობაში. ლიუთან შევხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედი და პირდაპირ შევედით ვანო ბერაბიშვილის კაბინეტში. იქ დავხვდნენ ვანო ბერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით გეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურა ბადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოგა გაბაშვილი, ამირან მესხელი, კითხვის ნიშანი მიწერე, იმიტომ რომ იქ ამბობდნენ და მე ჩავთვალე, მე არ ვიცნობდი მას და ჩავთვალე რომ ამირან მესხელია და ამიტომ კითხვის ნიშანი მიწერია, მე აღმოჩნდა რომ ეგ არის. დამორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო ბერაბიშვილი და ვიფიქრე მესხელი თუ არის მეთქი. რომლის თანამდებობაც არ ვიცი. სამცხეთის ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჭიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე და ქვემოქალაქის გუბერნატორი ზურაბ ბელიქიშვილი. ვანო ჩქარობდა დავიწყოთ. ვიღაცამ თქვა საცაა მიხოც მოვაო და მართლაც 2 წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი ოქროაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, იხუბრა ვიღაცა. მე გაუცილებლად გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო. გარკვეული პერიოდის წინ ივლის-აგვისტოში მიხოზე საუბრები მიდიოდა და არც თუ უსაფუძვლოდ რომ შეიძლება ოქროაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურამაც დაუწყო, როგორც ამბობენ, ერთ პერიოდში ჩიჩქნა. მიხო მიხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდით დაჯდა. მელიქიშვილმა თქვა გიანაცვლიშვილმა კახეთის გუბერნატორი დამირეკა სარტიჭალას გამოცდიო კირკიტაძე ეხურა შერაზგირეკავს ვიზას ხوار გთხოვ ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკო საიდანაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთ იქით იქნოდა და როგორც ყოველთვის ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა დადაეკ ხმალი ხوار გონია ხარაკის ხანჯალიაო. მაშინ სიცილი ჩევსკა გამოაცურა მაგიდაზე და მაშინეს ვასიკოსთვის დამითმიაო. ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი სამი კვირის წინ მწვავე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ, ეს იყო მისი სახლის უკანონო მშენებლობაზე ჭოპორტის ტერიტორიაზე მე დაანგრიეს ის სახლი პირწმინად, ახლა კვალს ვერ დახავთ. და ოპოზიცია შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა. მანამდეც გამეხურეთ ამ თემაზე 1-2 თუმცა ეს ორაზროვნად, როგორც ხელისუფლებაშია მიღებული. ვანო გაიცინა მართალი არ გეგონოს არ შეშინდეო. არც მეშინია თქო მეუთხარი, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც თავრობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდის აქ ხარაკერი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი მეთქი. ეს თქვენ გაიხუმრეთ საპასუხოდ. თქვენ ამბავს გვიყვებით, კი ბატონო. ეს ახლა რატო არის ამბავი აი პირდაპირ რაც მიდის დოკუმენტურად არის აყოლტორე. ვანომ გვეჩქარება ვეღარავის დაველოდებით თუ დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით. ზედმეტება დაგტოვონ ხელს ნუგვიშვილი ოტიაშვილთან თუ ოთიაშვილთან, მაშინ არ ვიცნობდი, მაგრამ არც ახლა ვიცნობ. კარგა გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა ღლაბუცობდა უარღო ადამიანის უფლებებსო და სვიტს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. მე მართლაც იპოვა სვიტზე მიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მეფიქრია, მას ხო ხუთში ვწერდა. დღეს შტაბ-ბიჭდება რჩება წინასწარ შეთანხმებული ვიყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ანუ კიდევ ვიხუბრასავით, საერთოდ მთელი თათფირი პირველი ნაწილი სიცილ-ხითხითში მიმდინარეობდა, მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღებებოდა. კიდევ ვინმე ხო არ არის ზედმეტიო, მე გოგა შეხედა და აი კიდევ ერთი ზედმეტიო, მაგრამ რადგან დარჩი იყავიო. ახლა ამ ეპიზოდს რო ვიხსენებ, გონია რომ გოგა ვერ ვიხდა, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართავდა იქ დარჩენა. რადგან უგულავასავით ფორმალურად თეთრი ხელთათმანებით უნდა დარჩენილიყო. რა პოზიცია ჰქონდა გოგა? კულტურის მინისტრი. კულტურის მინისტრი ესწრება ამ თათმის შინაგან საქმეთა გუბერნატორები და ეს ძალოვნები. კი ბატონო. რეალური მთელი ძალაუფლება იქ არის. რეალური ძალაუფლება რაც არის.
ცხადია, მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ, რაც შემდგომ გითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში ასეთ საჩოთირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმართ ყოფნა არაფერი შეჭირდებოდა. თუმცა ვიმეორებ ეს ფიქრი შემდეგ გამიშთა. მაშინ კი სხვა რა მაინტერესებდა. ჩემი გუბერნატორობის 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში არ მომხდარა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთ-ერთ შეგვხედროდა გუბერნატორებს. მეტი წამხდის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. დიდი მიხედვით ამას არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იქ ყოფნა. ძალოვანების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი საკმაოდ უცნაური ჩანდა. ზოგადად ვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე PR კამპანიით გადაფარვაზე. მერაბიშვილის სამუშაო მაგიდის მარჯვენა მართკუთხა მაგიდის ერთ თავში იჯდა ზურაბ ადეიშვილი. ახლა დავალაგოთ ყველა კითხვით ასე ვაკეთეთ ის და მადოიშვილი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლის, ხო, რატიოს გუბერნატორი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლისას გამომჩა, შიდა ქართლის გუბერნატორი ამირან მესხელი, თვითონ ვანო მეორე თავში იჯდნენ დავით კეზერაშვილი, აქეთ იყო დათა ახალაია, მეორე მხარეს დავით კირკიტაძე, კაკო ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე, მე ვასილ აღლაფერიძე და გოგა გაბაშვილი. ჩვენს უკან სკამზე იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ ვანოს თანაშემწე. დაიწყო ვანო, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარია. პირველი, უნდა იყო ძალიან ხნეთ. ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ადიჭებთ, რაც ქუშაში ხდებაო. ეს ხიარული. ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა ნაწილისა, რაც ახლა უნდა გითხრათ. ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო. და მონოლოგის სახით გითხრა ის, რაც თავში ვთქვი, რომ და რაზეც 2 დღე ვფიქრობ. ეს ნაძილები ძალიან გაბლატავდნენ. 2 დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ 4 წელი ვიბრძოდით. მართალია დიდი არაფერი ძალა არ აქვს, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რო თქვას, რაინებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინ ჩამოვიდა, დაწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, გუბერნატორებს მოგვართოს. შეადგინეთ სიები, ყველა მიტინგზე ჩამოსვლის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე. არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავი, არა სახალხოდ, არამედ სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან და ზუგდიდან ჩამოსულ ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკველებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს დებართვას, სიცილი. პროკურორი, მე არაფერი გამიგია, ჩუბად ვარ და რომ მორჩება, ყველაფერს მერე გეტყვით, რასაც ვფიქრობ. ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემი ყოფნაში თქვა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ, შიგადაში 2-ოდე წამოძახილს, დავიჭიროთ და დედა მოუხდათ. მოკლედ ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. სახე ზერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკმელებში, მუცელში. ვინც არ იცის როგორ გაირაოთ კონსულტაციები ახალაიასთან. ჩემგან მარჯვნიდან კეზერაშვილისგან და ახალაიასგან ბობოხიძე და დუდო კირკიტაძე არ იყვნენ, მათხვას ვიცნობ, ისმის სიცილნახელი რეპლიკა. განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეში შეიძლება. ვანო განაგრძო, განსაკუთრებულში აუცილებელიც კი არა, უღოდ განსაკუთრებელში. ასეთებიც ბევრი ვიცით, იცინის. ვინ ცოტა მოშავო ანეგეთი ტიპი ჯიბეში ნარკოტიკი და ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოულით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ. ამ საკუთარ ხუურობაზე საკმაოდ იცინა. შემდეგ გააგრძელა, ცემა არის აუცილებელი, იმიტომ რომ რაიონებში ჩადიან მიტინგზე დამყოფი ადამიანები და იქ იწყებენ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას. გალახული კაცი კიდევ არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას. ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდა ჩხოროწყუს განგებლის გალახვა და არ დავანებეთ, წამოიძახა გოროზიან. არ დაანებეთ კი არა, ისა, თუ რამის თავი ქონდა ზუგდიდში გექნა. ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან. ჩემგან მარჯვნიდან იყო ვიღაცის რეპლიკა. გოროზიამ ჩაიბურდუნა რაღაცა და გაჩუმდა. ხაჩიძე მithყვა რაღაცის თქმა მინდაო. ვანო გისმენთო. მე ბევრი ვფიქრე შეგტყვით ვითარებას და მგონი არ იქნება ცუდი, თუ გაუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება თუ ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხს არღვევენ. კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა. არ არის ახლა ამ სისულელეების დრო. ახლა თეორიების და ჰაერჩი ფრედის დრო არ არის. ლაპარაკი ამბოზების ბოლომდე ჩატ ემაზე. შექმნით ჯგუფებს გუბერნატორებს ეუბნება. პირველად რომ დაბეთქევენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოცადეთ. ორი საქმე კეთდება. ბოზები იტყნებიან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ. ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინ ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია,
შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზარაშვილს უთხარით და ბეხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ. იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ, ყველას ლაცდობის სპორტსმენებს, მსახიობი ეგეთი ტიპები. დაურეკეთ და გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ მოისყიდეთ. ოღონდ ფული არ მოგთხოვოთ, იცინიც. ამაზე გამახსენდა, ონაშვილზე რა ქენით. ჩემთან ყავდა და მივხედე, ყველაფერი წესრიგშია, უპასუხა ახალაია. აი ასეა სხვებთანაც, ეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებებია. დანარჩენს მერე უყნავ დედებს. ერთია რომ დაგვრჩეს უყურადღებოდ. თავარია მიტინგზე წასვლის შეეშინეთ. ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ ვინ არიან მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი, ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე ისე. ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შოვა, ზოგ ჯიბეში ნარკოტიკი, ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე, დედებს ხმას ვიზამთ. უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გაუნახევრებთ, იმათ შევყარით. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი დუროჩნიკობისთვის. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს. ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი თუდებ გზების დეპარტამენტის უფროსი იყო რომან დალაქიშვილი. ვითომ დაალაგა, ჯერ ერთი თუდებ ისედადე ხელით ვერ გაწიო. თან 50 ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა. მერე ციცილით გააგრძელა. სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენებით გუბერნატორის ფუნქცია და უფლებები არ აგვაქვსო. აჰა, უფლებებიც გაგვდა ფუნქციებით, გამოიყენეთ. რადო დაგვიდგა კაკო რომ შედახმარება გჭირდება. კაკო სიტყვის მასალად ხო ადრესატი ყველა გუბერნატორი ვიყავით. ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისში ვერ მივხედავთ, ახლა მოვჭით, სხვა საქმეები გვაქვს. შეხვედრის დასასრულს შემოვიდა უგულავაც, მაგიდასთან არ მოსულა, მადოს მაგიდასთან დაჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა ნაცრულშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო. ახლა შეიგულისთვის თავი და ვერ დავიწყებთ, დარჩი და მიხვდებიო. წამოვედით. დარჩნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ახალაია, გაბაშვილი, კირკიტაძე, ნაცრულშვილი, შეიძლება ვინმე სხვაც. ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერი